რუსეთმა უკრაინის ქალაქ სუმის ოლქზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით რუსულმა ძალებმა სუმის შემოგარენი მართვადი საავიაციო ბომბებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს. იერიში შედეგად დაზიანდა და ნაწილობრივ განადგურდა საცხოვრებელი სახლები, ასევე სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ინფრასტრუქტურა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა ქვეყნის მიმართულებით 131 დრონი გაუშვა. მათგან 7 უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ან ელექტრონული ბრძოლის საშუალებით გაანეიტრალა. სამხედროების განცხადებით 16-მა უპილოტო აპარატმა 9 სხვადასხვა ადგილას ინფრასტრუქტურა მაინც დააზიანა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს დრონებითა და ავიაბომბებით ყოველდღიურად უტევს. ფრონტის ხაზის მიღმაც კი სამოქალაქო მოსახლეობა მუდმივი საფრთხის ქვეშ რჩება.